სიყვარული ღვთისგან არის და ყოველსა რომელსა უყვარდეს ღვთისაგან შობილ არის და იცის ღმერთი. ნახეთ, ვისაც გულში სიყვარული აქვს, მან უკვე იცის ღმერთი როგორია. ესე იგი, სიყვარული და ღმერთი ერთი და იგივეა. რომელსა არა უყვარდეს, მან არ იცის ღმერთი. ნახეთ, თუ ადამიანი არ გიყვარს, სიყვარული არ აქვს. ესე იგი, არც ღმერთი არ არის შენში. რამე თუ ღმერთი, სიყვარული არის. ნახეთ, ჩვენ ერთი სიტყვით თუ მარტივად ავხსნით, ვინ არის ღმერთი? როგორია ღმერთი? აი მარტივად ასე იხსნება. ღმერთი სიყვარული. როცა შენ გიყვარს, ესე იგი ღმერთი შენშია. იმიტომ რომ ღმერთის დახმარების გარეშე, ღმერთის ესე იგი ღმერთის სიყვარულის სავსე გულის გარეშე ადამიანი ვერ შეიყვარებს და ვერც სასიკეთოს ვერაფერს ვერ გააკეთებს. იმიტომ რომ დაუკვირდით ჩემო ძვირფასებო, ამ წიგნს აი ეგ ნოლიანი აწერა. აი ადამიანი ამ ბნელ სივრცეში, რომელიც წუთის ოფელს განასახიერებს, აი ეს ნულები ვართ ჩვენ, რომელსაც არაფერი არ შეგვიძლია ღმერთის გარეშე. ხო და ნახეთ, აქ ერთი ნათელი გზა არის. ნახეთ, აი ეს გზა, ნათელი გზა არის ღმერთის გზა, ქრისტეს გზა. და ვინც თავისი ცხოვრებით გადაწყვეტს, რომ დაუიბრუნოს თავისი დაკარგული სამოთხე და ღმერთში მყოფობა, აი მხოლოდ ეს არის, მხოლოდ ეს ამ გზაზე სიარული შესაძლებელია მხოლოდ სიყვარულით და ადამიანის წუთის ოფელში ცხოვრების მიზანი არის, რომ დაიბრუნოს დაკარგული ურთიერთობა ღმერთთან. საქმე იმაშია, თქვენ ეს იცით, რომ ღმერთმა ადამიანი დედამიწაზე არ შექმნა და დედამიწისთვის არ შექმნა. ღმერთმა ადამიანი სამოთხეში დააფუძნა საცხოვრებლად. სამოთხე კი არის ადგილი, სიყვარულის ადგილი, სადაც არ ღამდება, არ გშივდება, არ გწყურდება, არ არის დაღლილობა, არ არის სიჯიუტე, არ არის გაურკვევლობა, არ არის დაძაბულობა, არ არის დაბნეულობა, არ არის მოწყენილობა, მხოლოდ სიკეთე და სიყვარული. ამიტომ რომ სამოთხე არის ადგილი, სადაც ღმერთი და ადამიანი ერთად არის და ღმერთი კი განუსაზღვრელი სიყვარული. მაგრამ ადამიანი ცუდად მოიქცა, ეს წყალობა ღვთისა ვერ შეირგო და დაკარგა, ჩაიდინა ცოდვა, ანუ ცოდვა არის ღმერთის წინააღმდეგ წავიდა, დაარღვია ღმერთის კანონი. და როგორც ღმერთის წინააღმდეგ წავიდა, ადამიანმა დაკარგა მადლი, დაკარგა ეს მზესავით ბრწყინავი საბუდარი და მოხვდა დედამიწაზე ამ სიკვდილეში. ანუ ჩვენი მიზანია, ჩემო ძვირფასებო, დავიბრუნოთ ის, რაც დავკარგეთ. ანუ დავიბრუნოთ ღმერთთან ყოფობა. ანუ დავიბრუნოთ სამოთხე. ესე იგი, დააკვირდით კიდევ ერთ რაღაცას, ჩვენმა დალოცვილმა ქართველმა მამა, პაპამ ამ ცხოვრებას, სადაც ჩვენ ცხოვრობთ დღეს, წუთი სოფელი უწოდა. წუთი სოფელი რას ნიშნავს, რომ ერთი წუთივით არისო ეს ცხოვრებაო. როგორც ერთი წუთი ძალიან სწრაფად გადის და მალე მთავრდება, ჩვენი ცხოვრება ძალიან მალე დამთავრდებაო. ეგრე რომ ჩვენ ეს ცხოვრება იმისთვის კი არ მოგვეცა, რომ კარგი შევჭამოთ, კარგი დავლიოთ, კარგი გავერთოთ, საცხოვრებელი პირობები მოვიუმჯობესოთ და მარტო ამაზე ვიფიქროთ. იმიტომ რომ ეს წუთი სოფელია და მალე დამთავრდებაო. ჩვენი მიზანი ეს არის, რომ ამ წუთის ოფელში ვიპოვოთ ის გზა, რომელიც პარადისობაში მიდის და რომელიც დაგვაბრუნებს ღმერთთან ყოფობის სიხარულში. აი ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი. და რითი უნდა მივახციოთ ამასო? ამას უნდა მივახციოთ სიყვარულით, რადგანაც ღმერთი თვითონ სიყვარულია. აი ჩვენი პირველი გასაკვეთიც ასია დასათაურებული. ვინ არის ღმერთი? ნახეთ რა საინტერესო შეკითხვა. მოდით ახლა მე ჩვენი პატრიარქის ეპისტოლეებში ჩაწერილი ბრძნული აზრებისა და გაბრიელ ქიქოძე ეპისკოპოსის, წმინდა ეპისკოპოსის, იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის
სიბრძნეებიდან მე თქვენთვის მოვაგროვე ესე იგი მცირე მარგალიტები სიბრძნის მარგალიტები რომელსაც მე ახლა წაგიკითხავთ და გაგაცნობთ ვინ არის ღმერთი. ღმერთი არის უწმინდესი არსება, სრულყოფილი, ნაკლოვანების გარეშე. რას ნიშნავს სრულყოფილი? სრულყოფილი ნიშნავს, რომ სრულიად სავსეა, ერთი ნაკლიც არ აქვს. და მინდა გითხრათ, რომ დედამიწის ზურგზე არც ერთი ადამიანი ასეთი არ არის. რა წოდებისაც გინდა იყოს, შეიძლება მონასტერში ცხოვრობდეს, შეიძლება პატრიარქი იყოს, შეიძლება ეპისკოპოსი იყოს, შეიძლება ძალიან წმინდა ადამიანი იყოს, მაგრამ უნაკლო ადამიანი არ არსებობს დედამიწის ზურგზე. უნაკლო მხოლოდ ღმერთია და სრულყოფილიც მხოლოდ ღმერთია. ღმერთი არის თვის ჭეშმარიტება, მასია უმაღლესი სიმართლე და მარცხმსაჯულება. ღმერთი, აი ბავშვებო, ერთადერთია, ვისაც შეუძლია არაფრისგან შექმნას. აი, მე ახლა ხელში მიჭირავს ამ სათვალის ბუდე, რომელიც არის რაღაცა ნაჭრისგან დამზადებული. ადამიანს ამის შექმნა არ შეუძლია, თუ ეს ნაჭერი არ მიეცი. თუ ეს ნაჭერი მიეცი, ასე გაკერავს ლამაზად, აქ დაუმაგრებს, გააკეთა. მაგრამ ეს რო არ მომცე, ეს ნაჭერი, მე შევქმნი? ანუ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია არაფრისგან რაიმეს შექმნა. ასეთი მხოლოდ ღმერთი, რომელსაც არაფრისგან ნებისმიერი რამის შექმნა შეუძლია. და ეს ღმერთი ისეთი კეთილი და დიადია, რომ ეს ჩვენი სამყარო, რასაც ვხედავ, ცა, მიწა, ზღვა, მდინარეები, ადამიანები, ადამიანის გული, მერე ადამიანის გულში ხო იცით 1000 კაპილარია, აი კოსმოსი ქვია ვარსკვლავთა წყობა რომ არის, აი ვისაც მთაში უნახავს 1000-ობით და 100,000-ობით ვარსკვლავია ცაზე. აი ეს ყველაფერი ღმერთმა განალაგა. ასე უაზროდ კი არ არის სადღაც მიმოფანტული. ყველას თავისი ადგილი მიუჩინა ღმერთმა. და წარმოიდგინეთ, აი ამ სამყაროს კოსმოსური სამყარო ქვია. და თურმე კოსმოსური განლაგება ვარსკვლავების რა სტრუქტურითაც არის გამართული, ზუსტად იმ სტრუქტურით არის გამართული ერთი ადამიანი. აი ხა ჩვენი მონატრებული ანანოს პირდაპირ და ანანოს ვეტყვი, რომ ღმერთმა რა სტრუქტურითაც შექმნა კოსმოსური სამყარო, ის ცოდნა ჩადო ერთ ანანოში. ანუ მთელი სამყაროს ცოდნა ერთ ადამიანშია ჩადებული და აი ამას ქვია, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის მსგავსად და ხატად. ასეთი ღმერთის მსგავსი და ხატი მხოლოდ ადამიანი. ნახე, ჩემო გიორგი, ჩემო ძვირფასო, და ჩვენ როგორი სული მოგცა იცით ღმერთმა? თავისნაირი უკვდავი, რომელიც არასდროს არ მთავრდება, გონიერი, რომელსაც შეუძლია აი ამ საკითხებზე მსჯელობა, გააზრება და შესრულება და თავისუფალი ნება, რომელსაც შეუძლია თავისი თავი თვითონ მართოს. ანუ უფლება არ მიცეს ცოდვას. ცოდვამ აიძულოს ადამიანი ცუდი საქციელი ჩაიდინოს. არამედ დაკვირვებით მოიქცეს და გააკეთოს ის, რაც სწორია. და არა ის, რაც მოუნდა რომ გააკეთოს. ანუ ამას ქვია, ესე იგი, თავისუფალი ნება, რომ ადამიანმა აღასრულოს არა ის, რაც მოუნდა, არამედ ის, რაც სწორია, რაც ღმერთმა დაუდგა. აი ეს არის თავისუფალი ნება. ახლა ჩვენ ჩემო ძვირფასებო, წმინდა მამა გაბრიელ ქიქოძე გვეუბნება, რომ ჩვენი დამსახურება სულაც არ არის, რომ ჩვენ ვსუნთქავთ. ჩვენ დავდივართ, გრძნობთ, ვაზროვნებთ. ეს ღმერთია დიადი და მან მოგცა. თორე ჩვენ კი გაიქცევით კი არ დავიმსახურეთ, ღმერთმა რო ასეთი სიცოცხლე უხდავი და დაუსრულებელი ვაჩუქა. ეხლა სიყვარულის მოციქული არსებობს. იცით რომ 12 მოციქული ყავდა ქრისტეს. მაგრამ ამ 12 მოციქულიდან ერთს ქვია სიყვარულის მოციქული. ეს არის იოანე მახარებელი.
ეხლა ნახეთ და იმდენად კაცთ მოყვარე და ღმერთის მოყვარული იყო ბავშვები. თურმე არასდროს ეთო მასწავლებელო გულშიც კი არასდროს ცოდვიანი აზრი გავლებული არ აქვს. ერთადერთი აი დედამიწის ზურგზე ღვთისმშობლის შემდეგ ყველაზე წმინდად იწოდება და ეს არის ადამიანი უბიწო იყო თურმე ფიქრით, საქმით და წარმოსახვაც კი არ ქონდაო, ესე იგი საოცარი, ესე იგი სულ სიყვარულია გულში და ნახეთ რას წერს. სიყვარული ღვთისგან არის, ღვთისგან არისო, ღმერთისგან მოდისო და ყოველსა რომელსა უყვარდეს და როცა ადამიანს უყვარსო, აი გიორგის მაგალითად ვიცი რომ ტაძარში დასვლა უყვარს სტიქაროსანია ჩაიცვამს ხოლმე და ემსახურება მამა თეიმურაზია იქ ძვირფასი ადამიანი. აი როცა მასში სიყვარული არისო, ესე იგი მათში ღმერთი არისო. ანუ ფაქტობრივად ამით გვეუბნება რომ სიყვარული და ღმერთი ერთი და იგივეაო. აი ჩვენ ახლა მოდი ვთქვათ გულწრფელად ღმერთი არც ერთს არ გვინახავს. მაგრამ სიყვარული გვინახავს, იტყვის ვინმე აი ეს არის სიყვარულიო? ან აი ეს არის სიყვარულიო, რო თქვა, აი ეს არის სიყვარული, ხო? ვერავინ ვერ ვიტყვით რომ ასე რაღაცას თითი დავადოთ და სიყვარული. მაგრამ სიყვარულს ვერ ხედავთ, მაგრამ სიყვარული შეგვიძლია შევიგრძნოთ გულში. აი მაგალითად ვინმე თუ გიყვარს, მაგალითად დედა, ხო? ყველას გიყვარს დედა. ესე იგი, შენ რო დედა გიყვარს და გითხრა რომ არა სიყვარული რადგანაც არ დაგინახავს, ესე იგი არ არსებობს. ხო ეტყვი რა არ არსებობს, კაცო დედიკო რომ მიყვარს, ესე იგი არსებობს. ესე იგი ვერ ხედავ, მაგრამ სიყვარული არსებობს, იმიტომ რომ მე მიყვარს. ხო და თუ ღმერთი და სიყვარული ერთი და იგივეა, ღმერთიც ასეა. ვერ ხედავთ, მაგრამ გვიყვარს. ესე იგი, თუ გვიყვარს, ესე იგი არსებობს. ნახე რა ლამაზია. მერე ნახე შენში გულში სიყვარული ჩადო და თუ შენ გულში სიყვარული გაქვს, ესე იგი ღმერთი გაქვს. რა ბედნიერება, როცა გაიაზრებ, რომ თურმე ღმერთი შენ გულში ცხოვრობს. ჩვენ ბავშვებო, როცა მოვინათლეთ, ჩვენთან გულში მკვიდრდება იესო ქრისტე და გაწმენს ყველაფრისგან, ყველა ცოდვისგან იწმინდება ადამიანი. ესე იგი, ტახტს დაიდგამს ადამიანის გულში. ასეთი ბედნიერები ადრე კი არ იყვნენ ადამიანები. იმიტომ რომ სანამ ქრისტე მოვიდოდა, ადამიანს არ შეეძლო მონათლა და ადამიანის გულში ასეთი სიხარული და ასეთი ბედნიერება, სიყვარული საუფლო, აბა როგორ დამკვიდრდებოდა და წარმოიდგინეთ რა დიდი განსხვავება, როცა შენ დაიბადები ქრისტეს მოსვლისა და აღდგომის მერე. აი ჩვენ ასეთი ბედნიერები ვართ ადამიანები. ეხლა ჩემო ძვირფასებო, კიდევ ასეთი რამე წერი. სიყვარული, ღმერთი სიყვარულია და რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა ღმერთში მკვიდრობს, ხოლო ღმერთში მასში. ანუ ეს იგივეა, რომ როცა სიყვარული ბუდობსო შენში, როცა შენ გიყვარს, როცა კარგად იქცევი, ადამიანებს ეხმარები, როცა გინდა სხვები გააბედნიერო, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე იცი ღმერთს იცნობ და ღმერთი შენს გულში ბინადრობს. ახლა ერთი ასეთი ამბავი მინდა მოგიყვეთ სახარებიდან. ეს ვიცით, რომ 12 მოციქული ყოველთვის თან დაჰყვებოდა იესო ქრისტეს და ღებულობდა სწავლებას. ერთხელაც გზავრობენ ნავით და იესო ქრისტეს ჩაეძინება ნავში. ჩაეძინება ბავშვებო და ამოვარდება ქარი, ადიდდება ეს წყალი და მოკლედ საშიშროებაა, რომ გადავარდნენ ყველანი და დაიხჩნონ და ეს მოციქულები ძალიან დიდ სპორტში ჩავარდებიან. და სასწრაფოდ მივარდებიან და გააღვიძეთო, რას უყურებთ, დროზე გააღვიძეთ, ვიღუპებითო. და გაიღვიძე დროზე უთხრეს. და ქრისტე ადგა და მართლა ესე ქარნაობს ნავი და აი საშიშროებაა, რომ ყველანი გადასვიდნენ შიგნით და თან ქარია, თან ძალიან ცუდი ამინდია და ეშინიათ ყველას და უცბად ქრისტე ადგება, ხელს ესე აღაპყრობს და უბრძანებს ქარს
წვიმას, ამიც, რომ ჩადექი და დაწყნარდი და მოულოდნელად დამშვიდება ყველა. და ეხლა უყურეთ რა საოცარია. მოციქულებმა კი იცოდნენ რომ ეს ღმერთი იყო, მაგრამ აი ადამიანები ასეთებია. ხან დაგვავიწყდება ხოლმე ღმერთი უცბად და იმათაც უბრალო ადამიანი ეგონათ და უცბად ეს ქარი რო ჩადგა. ამინდი დაწყნარდა, ზღვა დამშვიდდა. ცოტა შეეშინდათ კიდეც. ეს ვინ არისო დაიწყეს ლაპარაკი, რომ ამხელა ქარი და ამხელა სტიქიებიც კი ემორჩილებიან მას. ნახეთ რა მაგარი ამბავი და მაშინ მიხვდნენ რომ ეს კი მართალია ადამიანად ჩვენთან მოვიდა როგორი თავმდაბალია, მაგრამ ამას უდიდესი ძალა აქვს, აღმატებული ძალა, რომ რასაც უბრძანებს ყველაფერი, იმიტომ რომ მისი შექმნილია და რა გასაკვირია რომ ღმერთის ხელშია ყველაფერი და ღმერთს ემორჩილება. აი ამ ამბავმა ჩვენ გვაჩვენა ჩემო თვითფასება რომ რაოდენ დიდი ძალა აქვს ღმერთს, ყოვლის შემძლე და ყოვლის მომცველი ძალა. ეხლა გაბრიელ ეპისკოპოსი ჩვენი საყვარელი მოძღვარი და მამა ასეთ რამეს გვეუბნება. აი მოდიო თქვათო რა არის ღმერთის სიყვარული. აი ეხლა მაგალითად ბარბარე კანთელაშვილი, რომელსაც გომში ჩავეხუტეთ, კოცელი არის და გომში ჩავეხუტეთ ამ ლამას ბავშვებს, საყვარლებს, ესე იგი აი რას ნიშნავს რომ ბარბარეს უყვარს თუ არა ღმერთი, როგორ უნდა გავიგოთ. აი და ასე აკეთებ. ნახეთ რა საინტერესოა. როდესაც შენ გიყვარს ვინმე, ბარბარე, ან რამე, მაშინ შენ წარმოიდგენ იმ ადამიანს, ან იმ ნივთს, რომელიც გიყვარს. შენი სიყვარულის საგანი ცხადად არის გამოხატული შენს გულში. აი მაგალითად გეტყვით, ვეფხის ტყაოსნის გმირი ტარიელი ისეთი შეყვარებული კაცი იყო, სულ ნესტან დარეჯანს ხედავდა ყველა. აი დახუჭავდა თვალებს ნესტან დარეჯანს ხედავდა, გაახელდა თვალებს ნესტან დარეჯანს და მოსტაცეს ბავშვები. მოსტაცეს და გადამალეს ქაჯეთის ციხეში. ქაჯებმა და რო ენატრებოდა იჯდა და ტიროდა. ხო და აი არავინ არ უნდოდა თავისი სატრფოს გარდა. აი ეს არის სიყვარული. როცა ნამდვილად გიყვარს, გინდა რომ სულ იმ ადამიანს უყურო, ვინც გიყვარს. აი ასე გინდა რომ აი პატრიარქი რო გიყვარს, აი ხო ყველა რო დაინახავს პატრიარქი, უნდა რომ მივიდნენ და დაგლოცე, ხელი მოკიდენ, ზოგი დასაცმელზე კიდევ, ზოგი ბუნჩულა ხელებზე, ყველა და ყველას უნდა რომ რაღაცნაირად ახლოს იყოს. და ახლო მახლოს რო გაივლის პატრიარქი. თითქოს ყველა სიხარულისგან ტირის, აი ტკაბება ყველა, იმიტომ რომ ამ სიწმინდემ აი ეს არის. და ვისაც მოუწია ბედნიერება რომ ახლოდან ენახოს ჩვენი პატრიარქი, სული ყოფნა უნდა წამოსვლა აღარ უნდა. აი დრო ისე გადის ვერც გაიგე. აქაც ეს არის. სიყვარული ის არისო, როცა სულ იმასთან ერთად ყოფნა გინდაო. ხო და აი ნახეთ, მაშ რა არის სიყვარული ღვთისა, ან რა სახით შეიძლება შენ შეიყვარო ღმერთი. სიყვარული ღვთისა არის სიყვარული ყოვლისა, რაც არის კაცში და კაცის გარეთ კეთილი, წმინდა და ჭეშმარიტი. უყურე ახლა ჩვენ ყველა ადამიანები ხო ღმერთმა შექმნა და მისი შვილები ვართ. აი ახლა შენ რომ ამბობო ღმერთი მიყვარსო, ხო? ჯერ კაცო, ვისაც ხედავ, ის არ შეგიყვარებიაო. ხო და შენ ვისაც არ ხედავ, იმას როგორ შეიყვარებ? აი თუ გინდა რომ დაგიჯერო ღმერთის სიყვარულში, ჯერ ვისაც ხედავ, ის ადამიანები შეიყვარეო. მოემსახურე ადამიანებს. აი, მოდი მე უნდა ეხლა რჩევა მოგცე. აი, მოდი პირველი დავიწყოთ ოჯახის წევრებს როგორ მოვემსახურებით და გავაბედნიერებთ. აბა დაუფიქრდით და დღეიდან ჩვენ ვიწყებთ უკვე როგორ გავაბედნიეროთ დედა. მარტო რომ მიყვარს არა. ეხლა უნდა გავაბედნიეროთ. საქმით დავამტკიცო. მოვეხმარო დედიკოს საქმეში. მამიკოს მოვეხმარო საქმეში, ხო? მართალია ზოგი პატარები ხართ, მაგრამ მამა ისეთ საქმეს არ დავალებ და დედა რასაც თქვენ ვერ მოერგებთ. ეს უბრალოდ გული გაუთბება თქვენ რომ მოეხმარებთ. და მით უმეტეს აგერ გოგოები არიან და დედას რამდენი საქმე ეხნება სახლში, ამიტომ აი
დედას გულზე როგორ გაუხარდება, ამიტომ ღმერთი გეუბნება, ჯერ შენ ვისაც ხედავ გარშემო ადამიანებს, აი ესენი შეიყვარე და მოემსახურე ყველასო. იცით ამ წიგს სულ დასაწყისში რა სათაური აქვს წამყვარებული ეთიკის. ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ესე შეასრულეთ კურთხევა რჯული იგი ქრისტესიო. ანუ ქრისტეს ცნება და ქრისტეს სიყვარული ამით შეასრულეთ, რომ ერთმანეთი გააბედნიერეთო. ერთმანეთს თუ სტკივა რამე, თქვენც იტკივილეთო. აი თუ შენ დაიკოს ან ძამიკოს ან მეზობელს ან ათესავს დაინახავ რომ ტვირთი მძიმე აქვს და ვეღარ ძრავს, უჭირს იმის დაძრა, მიდი და უთხარი მოეხმარე ტარებაში. თუ დაინახავ რომ პური არ აქვს, საჭმელი არ აქვს შენ მეზობელს, იმ რაც შენ გერგო საჭმელი ხო, ნახევარი შეჭამე და ნახევარი მეზობელს წაუყენე. აი უნდა დავიწყოთ ზრუნვა. ზრუნვა, აბა ჩვენს გარშემო ვის უჭირს, ვის შეიძლება ნახეთ ჩემოდი ვიფასებო, ვიღაცა ჩვენი კლასელი მოწყენილია. აბა დავაკვირდით, აბა მიდით, აბა კითხე, ჩემო საყვარელო საბა რატო ხარ მოწყენილი? ჩვენ რა ვიცით მის გულში რა ტკივილი არის? ეცით მე ბავშვები წერილებს წერენ ხოლმე ზოგჯერ. ხო და ზოგიერთი წერილი ისეთი მტკივნეულია, აი ბავშვები რას ტკივილს აღარ ატარებენ. მე ახლა ამაზე არ გავაგრძელებ საუბარს, მაგრამ ჩვენ რო გარეგნულად ვხედავთ ადამიანს, ჩვენ არ ვიცით მის შიგნით გულში რა ტკივილი იმალება. აი ამის შემდეგ აბა დავაკვირდეთ და დავიწყოთ ჯერ ოჯახის წევრების სიყვარულით. აბა მე ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ თურმე დედმამიშვილები ხშირად ჭუბობენ დაძმანი ერთმანეთთან. ხან შეიძლება ძმებმა თმებიც კი მუქაჩონო. და ატირონ კიდეცო. და ეგ რანაირი ღმერთის სიყვარული. ღმერთის სიყვარული ის არის, რომ დაიკორო ყავს ლამაზი და პატარა, იმას უნდა მოეფერო, მოუარო, გააბედნიერო. თუ ორივეს უნდა კამფეტი და ერთი კამფეტია უნდა დაუთმო. და ის რო გაბედნიერდება და შეჭამთ, შენ უფრო ბედნიერი გახდები. აი ესეთი დათმობა უნდა ვისწავლო. ეხლა ჩემოდი ვიფასებო, ერთი ასეთი ფსიქოლოგიური პატარა თხზულება უნდა გაგაცნო. ჩვენთან არის ღმერთი, ასე ქვია ამ ნაწარმოებს. აი ყველა წიგნსო რასაც ხედავ, ხო? თავის ავტორი ხო ყავს? აი ვინმე რო თქვას ახლა ვეფხისტყაოსანი არავინ არ დაწერა. ხო არ დაუჯერებთ, ესე იგი თავისი თქვა არ დაიწერება წიგნი. ესე იგი ყველა წიგს თავისი ავტორი აქვს. ახლა აქ რასია დასმული, რა უფრო საინტერესოა წიგნშიო. დიდი როა წიგნი, ბევრი ტირაჟით რო გამოვიდა, თუ შიგ რა იდეაა გადმოცემული. რა თქმა უნდა, ყველა დამეთანხმებით, რომ რაც უფრო დიდია წიგნი, უფრო ძნელი წასაკითხიც არის. უაზრო წიგს რაც ამაკითხებს, ხო, თუ არ არის საინტერესო წიგნი. მით უმეტეს თუ მილიონობით გამოდის ტირაჟი, არაფერს არ ცვლის შიგ ჩადებულ აზრს. ანუ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რაზეა ლაპარაკი ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა სიყვარულზე გვიყვება ამბავს. აი ამას იდეა ქვია. და აქედან გამომდინარე, ეს არის გონების შექმნილი. აი გონება ხო გითხარი, რომელიც აზროვნებს, ფიქრობს, აკვირდება, რაღაც ცოდნა აქვს დაგროვილი და ამ ცოდნის და ამ ესე იგი შეფასების წყაროდ ადგება და თავის პატარა სიგრძნეს დაწერს ამ წიგნში, რომ სხვას გაუზიაროს ეს ამბავი. ხო და ნახეთ რას ამბობს. თუ ყველა წიგნი გონების ნაყოფიაო, ადამიანის გონები, შეიძლება რომ ეს წუთი სოფელი სამყარო თავისით იყოს შექმნილიო. ესე იგი ჩათვალეთ, რომ ეს ჩვენი ცხოვრებაც ერთი ლამაზი დაწერილი წიგნიაო, რომლის ავტორიც არის თვითონ ღმერთი, ჩემოდი ვიფასებო და ყველაზე ადვილად ღმერთის სიყვარულს თუ ამ ბუნებას და ამ შექმნილ სამყაროს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ის არის ღმერთის გონების შექმნილი. აი, რომელიც მოიცავს ამ ყველაფერს. აი, ეხლა გივი მასწავლებელია აქ და მე მინდა რომ 2-20 სიტყვით გითხრას,
გივი მასწავლებელმა ძალიან კარგად იცის ფუტკრების მოვლა. ახლა გივი მასწავლებელო, 1-2 რამე გითხარით ფუტკრებზე, აი საკურველად რო იქცევიან. და ვინ ასწავლა ფუტკრებს ესე მოგცევა, თუ შეიძლება ეგ საიდუმლო გითხარით. საღამოშვიდობის მოგესალმებით ყველას, ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენი პატარა მეგობრები, ჩვენი კოლეგები და ყველა. ექსომასალო ძალიან საინტერესო თემაა ფუტკარი. მოდი დავიწყოთ იქიდან, მოკლედ ვთქვათ. ფუტკარი შექმნა უფალმა. მის გარეშე, ფუტკრის გარეშე 4 წელიწადში დედამიწაზე ცხოვრება გადაშენდებოდა. ესე იგი, სულიერი სამყარო დაიღუპებოდა. ეხლა ფუტკარს რა კეთილი თვისებები აქვს? ეზოში სადაც დგას ფუტკარი 80 მეტრ რადიუსში ვინც ცხოვრობს მათი ნერვები დამშვიდებულია. ფუტკარს აქვს ასეთი მაგნიტური ველი, რომ ადამიანს ნერვოზული შეტევა რო აქვს, ან განერვიულებული, ან ჩხუბობს, ან რაღაცა, ფუტკარი ამშვიდებს და სულიერ სიმშვიდეს მატებს და ასე კურნავს. აი მაგალითად ეხლა ამ ბოლო დროს უკვე შემოვიდა ასეთი ტენდენცია, კურნალობის ასეთი ტენდენცია. არის პატარა ჯიხური კოტეჯი დავარქვათ და კოტეჯში შიგნით არის შედგმული სკები. ფუტკრის საცხოვრებელი სახლი და ბადეები აქვს დატოვებული. რა ადამიანს რო ზინავს, ფუტკრის ხმაც ესმის და ფუტკრის სუნთქვაც და ჩაის უთქავს ადამიანი და ეს ერთგვარი თერაპიაა და ადამიანი იკურნება. კიდევ ასეთი ის არის, ვისაც ვენების დაავადებები აქვს, აი ამობერილი რო აქვს კანზე, ჩემო პატარა მეგობრებო, არის სტაციონარი. როგორც საავადმყოფო. და ასეთი რაღაცა არსებობს. ფუტკარს, მაგალითად დღეს ერთ ფუტკარს დაასვავენ ადამიანს კანზე და დაანესტრინებენ. ჩვენ რომ კბენას ვეძახით, ფუტკარი არ იკბინება, ინესტრება. ნესტარი აქვს კუდში და რომ მოიკეცება ფუტკარი, გამოყოფს ნემსარს. და ნემსარზე აქვს პატარა ბურთულა. და ბურთულაში არის შხამი და იმ შხამით ნესტრავს. და ასეთი მკურნალობაა. დღესში მაგალითად ერთი არ უნდა იმოძრაოს ადამიანმა, უნდა იწვეს. ამ შემთხვევაში, როცა დაინესტრება. მეორე დღეს 2 ფუტკარის დაასვენ და ეს საკმაოდ ძვირად ღირებული მკურნალობა არის. და სტატისტიკაც არსებობს, რომ ამით ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნა. და ასევე ძალიან ბევრ პროდუქტებს ამზადებს ფუტკარი, მაგალითად რძე, ფუტკრის რძე, რომელსაც მარტო დედა იღებს, დედა ფუტკარი. და უვითარებს დედუქციას, სიცოცხლის ხანგრძლივობას, ადამიანი თუ მიიღებს ფუტკრის რძეს. ამ წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი არ დაბერდება, სულ ახალგაზრდა იქნება, სულ ხასიათზე იქნება, სწავლა ენდომება და ჯანმრთელი იქნება. კიდევ თაფლი ყველას რომ გიყვარს ძალიან ტკბილი და გემრიელი რო არის, ყველა სახლებში უნდა იყოს და ყოველ დილით თითო ყოფზე მაინც უნდა მივიღოთ, რომ კარგად ვისწავლოთ. და პატრიოტები ვიყოთ და გონება გახსნილები ვიყოთ. და ძალიან ეხლა დღეს თელი საღამო მომდებით ფუტკარზე რომ ვისაუბროთ. ფუტკარს ინსტინქტი აქვს, რომ მუშაობს. ზარმაცი ფუტკარი სკაში არ არსებობს. აი ასეთი რაღაცა არის. შესასვლელში დგანან მხედრები. და რომ მოდის ფუტკარი სნობენ, თავიანთი ფუტკარი თუ არ არის, თავისი ოჯახისა არ შემოუშვებენ, წარმოიდგინეთ. და ეს როგორ სნობენ? განა გვარი და სახელებით ან მამის სახელებით მიმართავენ. დედა ფუტკარი ყველა სკაში სხვადასხვა, რა თქმა უნდა. და გამოსცემენ სუნს, რომელიც სუნითაც ყველა შეიმოსება. და მაგით სნობენ ფუტკრებს ამ ოჯახისაა თუ არა. თუ არ არის ამ ოჯახისა, არ შემოუშვებენ. ასევე თუ არ მოიტანა რაღაც სარწმუნოებებელი, არ შეუშვებენ. ასევე დილით რომ გათენდება დაახლოებით 5-ის ნახევარზე, 4-ის შემდეგ ფუტკრები არიან, რომლებიც აღვიძებენ დანარჩენ ფუტკრებს. ადექითო სიგნალს გამოსცემენ. ეხლა ჩვენ ვერ ვიგებთ ეს მეცნიერება დაადგინეს. რომ გაიღვიძეთ, გათენდა, ჩქარა წადით მოიტანეთ ნექტარი. აი ფუტკარს ასეთი რამე აქვს. 50 მეტრ სიგრძეზე, შორეზე შავი წერტილის დანახვაც კი შეუძლია. ისეთი მაგარი მხედველობა აქვს ფუტკარს. და საოცარი ქმნილება დღემდე ბოლომდე არ არის შესწავლილი.
ჩემო გივი მასწავლებელო, ესე იგი რა უწერია აკაკი წერეთელს. ადრე თურმე როგორი წესი იყო, აი მაგალითად ერთ-ერთი ადამიანი ბედნიერდება, ანუ უნდა სატრფო ყავს და უნდა გაათხოვოთ რა. ეხლა როგორი წესი იყო? მამამისი უნდა წასულიყო ის ოჯახი ენახა, რომელ ოჯახშიც სიტყვაზე ოჯახის ხალწული შვილი მის თხოვდებოდა იმის ვაჟს, რომ წადიო ნახეო ფუტკარი თუ უჩერდება სახშიო, იმიტომ რომ უწესო კაცს, აი მოღალატეს, უსინდისოს, უღირს ადამიანს, თურმე ფუტკარი სახში არ უჩერდება ბავშვები. ხო და ადრე წესი იყო, ერთი სკა ფუტკარი მაინც ყველას უნდა ქონოდა სახში, იმიტომ რომ როგორც შინაგანი სამყაროს მაჩვენებელი. ხო და აკაკი წერეთელი ასე ამბობდა, რომ ასეთი გამოთქმა იყო, რომ ქალს არ გაატანდნენ იმ ოჯახში, თუ ფუტკარი არ ქონდა. ესე იგი არ არისო წესიერი ოჯახი. აი ესეთი ძვირფასი არსება. მე ამ ფუტკარზე კიდე მინდა სხვა დროს გავაგრძელოთ, ჩვენ გივი მასწავლებელი, პროფესიონალი ამ თემაში, არა მარტო ფუტკრის ბავშვებო, ღვინის სპეციალისტია, კიდე უამრავი დარგი იცის და აი ჩვენ გამოვიყენოთ ხოლმე ეს ცოდნა. ხო და თანამასწავლებელს ვთხოვ ეხლა რომ ვიდეო მოამზადოს, ჩვენ ვიდეოცა გვაქვს პროგრამაში, ჩვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს სახელმძღვანელო ზოგადად სამშობლო მცოდნეობის პროექტი დაფუძნებულია ქართულ იდეაზე, რომელიც მოიცავს ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, აი ამ სამი ფასეულობის სიყვარულს. ხო და ამასთან დაკავშირებით ჩემო ძვირფასებო, პატარა ვიდეოები ნახოთ ხოლმე, რომ უფრო საინტერესო გახდეს ჩვენი ცნობიერება და სანამ მასწავლებელი მოამზადებს პატარა დაკვირვებით ფსიქოლოგიურ თხზულებას ერთ წუთიანს შემოგთავაზებ. მოკლედ, ათეისტი არის კაცი, ვისაც არ ასწამს. აი სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომ არ ასწამთ, რომ ღმერთი არსებობს. აი ასეთი ადამიანები არსებობს. ხო და შეხვდა ერთ მორწმუნე კაცს, არა მორწმუნე კაცი და ეს ათეისტი ეკითხება, რომ აი შენ რო ტაძარში დადიხარო, მარხვებს იცაო, რაღაცაო. ჩვენი ერთ დღეს რო აღმოაჩინო, ხო გარდაიცვლებიო, რომ არ არის არაფერიო. აი რა ხასიათზე დადგები. ესე იგი რომ 64 რო არ არის, რომ ნახო, შენ ხო გითხარი ჩვენ იმიტომ დავდივარ ტაძარში, რომ დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული 64. აი რომ მიხვიდეო და 64 არ დაგხვდესო, აი რა გეშველებაო და ნახეთ ამან უთხრა რომ კარგიო, შენ რა ხასიათზე დადგები, თუ დაინახავ რომ სიცოცხლის ბოლოდ ცეცხლში ჩაგაგდებენო და სიბნელეში მოხვდები, სადაც სუტკივილიაო და შიში და უბედურებაო. არაო, ამან უთხრა იმედია არ მოხდება ეკაო რა, რასამო სულტკივილებში რა მინდაო. ხო და იმედი გაქვსო? კითხა მორწმუნეა. აი სწორედ ამაშია განსხვავება ჩვენსა და თქვენ შეხედულებებს შორის. თქვენ მერყევი იმედით ცხოვრობთ, ურწმუნოები. ხოლო ჩვენ კი, მე კი იმის რწმენითა და სასოება იმედია. ანუ იმის იმედით, რომ რა კი ქმნილება არსებობს, აი თუნდაც ქმნილება ფუტკარი, ადამიანი, სიყვარული, დედა, სამშობლო, შეყვარებული და ასე შემდეგ, ესე იგი მისი შემოქმედიც არსებობს. აბა რა ლამაზია წვიმა, რა ლამაზია მდინარე, რა ლამაზია, რა ვიცი, ყველაფერი, აი ფუტკარზე ვისაუბრე. თუ ფუტკარი ასე ფუტკრის გარეშე სამყარო არ იარსებებს, ესე იგი ვინ შექმნა ფუტკარი, რა თავისით შეიქმნა, ან ადამიანმა შექმნა, ან ფუტკარს ვინ ასწავლა ეს ყველაფერი, აი ამ ხელა სიბრძნეები რომ მოყვაგია. ასე იგი ჩვენ უკვე ვწმუნდებით, რომ ეს ღმერთის შექმნილია ეს ლამაზი სამყარო და ის წიგნი, რომელიც მოგვეცა ცხოვრებით ჩვენ მთელი სამყარო, მისი შემოქმედი არის თავად ჩვენი საყვარელი უფალი იესო ქრისტე. აბა იყოს აღარ აი ამ იმაზე მეგობრებო. დილით მომიტა. ჩვენი სულიერი შვილი არის და დილით მომიტა და პირველ დროს გიორგო ბაძ დილით გვაჩვენა ტაძარში.
ნახევარიანია გაუწმინდა ახლა სულთან ნახევარიანობის ბავშვ საჩუქეს დაბადების დღეს 1 წლის წინ მეგობარმა სტიქაროსანმა აჩუქა და ნახე როგორ წმინდა ნახე და თბილისში შეძენილია? დიახ, თბილისში საეკლესიო მამასის შეძენილი ხატია და მე რემონტი მქონდა სახლში და უბრალოდ ეს ხატები ერთიანად აკეცილი მეწყო ერთად და ღამე დავიწყე ისა დაალაგება ხატების გადაწყობა ერთმანეთისგან დავაშორე ნახე რომ ღვთისმშობლის სახეზე და უფლის სახეზე წერტილები თითქოს წესწვეთები არის და შემეშინდა რომ ხوار გამოფუჭე მეთქი ხატი გამეხოს ძალიან რაღაცა ხوار ჩავიდეთქო და გადმოვატრიალე და გავხსენე ზეზე უფრო ღვთისმშობლება ღვთისმშობლის ზერა სადმო ღვთისმშობლის მალთან დამწნილებას და რომელი შუშა გაუძლებდა ქმნილება შემქმნელთან არაფერი არ არის ყოველი სული ყოველი ქმნილი ემორჩილება შემოქმნეს და თუ აღიბეჭდა უწინარეს მასვადიდებ ვინა შექმნა ზღვა და ხმელი ვინც მარადის არსებობით უგუდავია და უცვლელი რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა ზეგარდ მოარსნის სულითა ყნა ზეცით მონაბერითა ჩვენ კაცთა მოგცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა და მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მით მიერითა ქართული მოდგმის ღვთაებრივი საიდუმლო ყოფის მიმართ ხალისია ხალისი პირვანდელი 60-ეული ნეტარებით გაჯერებული წყალი კაი გვაქვს ყველგან როგორ დანდებით ისე? კარგად რა გვიწევს არაფერს არ ვენდური ყველაფერს მაყოფილი ვარ თუ ვარ საჩუქარი გამჩენისაგან ჩემი თავის მომართ ქართველს სწორედ ეს ახარებს რომ არის საერთოდ სიყვარულს გამომარჯოს ერთ ლამას და ბედნიერს ღვთის სიყვარულს და ყველა სიყვარულს ამასთან ერთად დაგლოცავ ბედნიერები ყავთ ისაც რა უნდა უყარდეს სულ სხვა ჩემი დრფიალიო ამიტომაც ქართველი თავმომწონეა აქვს კიდეც უფლება თავმოწონებისათვის მას კიდეც გაუკვირდება სხვას არ მოეწონოს თავმომწონე ქართველი თავგამოჩენის ჟინითაა აყვანილი მაგრამ ეს არა ისე რომ სხვა დაჩრდილოს გაახარე გაიხარე აი მთავარი ხტილი ქართული ბუნებისა არც ერთ შვილს რომელიმე სხვა ერისა არ ძალუც ისეთი სისრულით იყოს ერთგული თავდადებული მეორესათვის სხვისთვის როგორც ქართველს ამის დასტურია შინაგანი განწყობის გამომხატველი უნიკალური ქართული გამონათქვამები შენი ჭირიმე შეგენაცვალე პირველ რიგში დიდება უფალს ამ დიდი წყალობისათვის რომელიც არის ქართველობა გვერდსახრელით გამაიყვას ენა ტკბილი მოუბარი თქმა მართლისა სიმართლისა ხესა შეიქს ხმელსა ნედლა ამი მეტი ამ ერთი აფორიზმი მეტი რა უნდა საქართველოს ჩვენ ქართველობას გავუმართ ქართველობას საოცარია პირდაპირ ქართული ზღაპრის მითიური დასაწყისი იყო და არა იყო რა ღვთისუკეთესი რა იქნებოდა ესე იგი ქართულმა გენმა უღრმესად გაიაზრა წუთისოფლის ამაოება და მარადიულიდიად დაისახა ღვთისა და მოყვასის სიყვარულის მემსხვერპლეობა ჩვენ წინაპრებს ჰქონდა ძალიან დიდი სიყვარული მოყვასის დიდი სიყვარული ღმერთის და დაჯილდოვდა ქართველთა მოდგმა დაჯილდოვდა ყველაზე მთავარით დედა ღვთისმშობლის წილხვდომილობით დაწერეს მოციქულებმა ქვეყნები და ყველა მამოიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა რომ თავისი წილი ამოაბრძანა ეწერა ივერიეთმა აი რა იქნებოდა საქართველო რომ არ ყოფილიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილი ეს ხო შემთხვევით არ ხდება სიყვარულის ეს პატარა ქვეყანა
განკაცებული ღმერთის იესო ქრისტეს დედულეთად იქცა. ყოველი ნამდვილი კულტურა ინდივიდუალურია. რამდენად ინდივიდუალურია კულტურა, იმდენად უნივერსალურია იგი. ხალხი როგორც ცოცხალი არსი კრებითი პიროვნებაა. მთლად არ ვლინდება იგი არც ერთ ხანაში, ხოლო ყოველ ხანაში იგი იგივეა. სხვანი იყვნენ ქართველნი მაგალითად მე-15 საუკუნეში. სხვანი ვართ დღეს, რაც ერთია და იგივე ქართველებში ეს ქართველი ხალხია. ვითარ ცოცხალი არსი იგი მითიურ პიროვნებად გვევლინება, რომლის სახელია ქართუ, ანუ კარდუ. წარმოიდგინეთ, რომელიმე ხალხში გაწყდა ძაფი ხალხის ამგვარი შეგნებისა. რიცხვით 100 მილიონიც რომ იყოს, იგი გადაშენებისკენ მიდის. მაგრამ ხალხი როგორც ზეპიროვნული არსი, ვერ ნახულობს ხშირად ცალკეულში თავის ნამდვილ მსახველს. მეთაურის დანიშნულებაა მიაგნოს ხალხის შუაგულს, შეიგნოს იგი და ერი ამ იდეით განმსჯვალოს. 21 საუკუნის დასაწყისში, გლობალიზაციის ამ ქაოსურ ორ მტრიალში, მაშინ როდესაც ნიაღვარივით შემოჭრილი უცხოური ფსევდოკულტურა ძირძველი, ღვთაებრივი ფესვების მოსპობას გვიქადის, ქართული გენის დიდმა მესაიდუმლემ, ერის მამამ და მეთაურმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, ჩვენი მოდგმის შუაგულში წყაროს თვალივით მიაგნო გადარჩენის საიდუმლოს და შექმნა ქართული იდეის ღირებულებათა ღერძი. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. კიდევ ერთხელ ახლა ჩვენ გავაჟღერეთ ეს ქართული იდეა და თქვენ ნახეთ უკვე ამ პატარა მცირე მონაკვეთში რამხელა მადლი დატრიალდა და აი ამიტომ მემსახურება ჩვენი სამშობლო ცოდნეობის სახელმწიფო მთლიანად აი ამ ქართული იდეის ჩვენში გაცოცხლებას და ამ წიგს პირდაპირ ასეთი დავალება გვაქვს ჩვენ რომ ჩვენში უნდა გავაცოცხლოთ ეს ქართული იდეა. აი მაგალითად თამარ გელაშვილი შაშიანიდან რო არის, მას გვარი მამისგანა, სისხლიც გენეტიკურათა. აი ის რომ ნიჭიერია, ლამაზია, ეს სულ გენეტიკის, მაგრამ ქართული იდეა გენეტიკით არ გადაეცე. ქართული იდეა რო შენში გაცოცხლდეს, შენ უნდა ქართულად იცხოვრო, შენ უნდა ეკლესიურად იცხოვრო, შენ უნდა აღსარებით იცხოვრო, ზიარებით, გაწმენდით, შენ უნდა დღეს დედა სამშობლო. აი შენი საკუთარი დედასავით უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო და ამ გაჭირვების დროს კი არ უნდა მიატოვო და წახვიდე ფულის საშოვნელად ან რაღაცა წარმატების მისაღწევად. არამედ შენ უნდა იფიქრო დედას რო უჭირს დღეს, როგორ დაეხმარო, როგორ მოუშუშო ჭრილობები, როგორ წამოაყენო ფეხზე, რომ იყოს ისეთივე ლამაზი, დიადი, ისეთივე მდიდარი, როგორც ჩვენ დავითის დროს, თამარის დროს, ვახტანგის დროს. და აი ახლა დედას ჩვენი დახმარება სჭირდება. ჩემო ძვირფასებო და იმისთვის რომ ქართული იდეის ნაწილი გავხდეთ და ქართული იდეა გულში გავაცოცხლოთ, ასევე საჭიროა გვიყვარდეს მტერი და მოყვარი. აი რა, ესე იგი, სასწაულათაც და რთულათაც არ უნდა მოგეჩვენოთ. ჩვენ ღმერთმა ეს დაგვავალა, რომ გვიყვარდეს არა ოჯახის წევრი მარტო, არა ნათესავი, არა მეგობარი, არამედ ის ადამიანიც, ვინ ჩვენ ვტრობს. აი ეს ღმერთმა ეს სიყვარული ჩვენ გვასწავლა და ქართველებიც მოვალენი ვართ, რომ ვიყვარდეს მტერიც და მოყვარეც. მე ბოლოს მინდა რომ ნანა მასწავლებელს, ნანა ბურძენიძეს უთხრათ, რომ თავისი სიყვარული გადმოგცეს გუშინ ისეთ მაგრად სიყვარულის გარემო შედგა რაღაცაც განსაკუთრებული სიყვარულის, იმიტომ რომ ფეხი რომ მოიტეხა, იცით ხო, ირმა მასწავლებელმა და მის სანახავად წავედით და
ისეთი კარგი იყოთ, კოციდან ჩამოვიდნენ ჩვენი ძვირფასი ბავშვები, ხათუნა მასწავლებელმა ჩამოგვიყვანა ბავშვები. ნანა მასწავლებელი ჭიათურიდან ჩამოვიდა, ჩვენ რუსთავიდან ჩამოვიდა და ესე სამშობლოსცოდნეობის მცირე ერთობა მოვაწყეთ და ნანა მასწავლებელმა მინდა ამის შესახებ რომ ეს სიყვარული გადმოგვცეს იქ რა სიყვარული ტრიალება. დავიწყებ იმით ლექსო მასწავლებელო, რომ აი ჩემი სიყვარული ცავსე გული გაუნაწილო ყველას და მიულოცოთ დღევანდელი დღე აი ამ პატარებს სამშობლოსცოდნეობის ყველაზე მნიშვნელოვან წევრებს, ჩვენი ლაშქრის ყველაზე იმედით და სიყვარულით სავსე წევრებს, ჩვენს პატარებს, რომლებსაც მადლობა უფალს და აქვთ იმის საშუალება, რომ აი ლექსოს მასწავლებლის ბაგიდან, გულიდან წამოსული სიყვარული, სითბო, აი ის მადლი, რასაც აი ჩვენი საყვარელი ლექსო მასწავლებელი თქვენთვის ასე უშურველად გასცემს, მოვიდეს ჩვენს გულებში, სიყვარულით გაივსოს ეს გულები და უფალმა შეგვაძლებინოს, რომ აი ეს სიყვარული ჩვენ სამშობლოს 10 მაგად, 100 მაგად, 1000 მაგად დაუბრუნოთ. მადლობა ლექსო მასწავლებელო გუშინდელი დღისთვის, ჩვენს უსაყვარლეს თამარ მასწავლებელს, ჩვენს უსაყვარლეს მასპინძელს, ირმა მასწავლებელს, რომელსაც გული ქონდა საოცარი სიყვარულით სავსე და ეს სიყვარული გადაეცემოდა თითოეულ იქ მყოფ ბავშვს, რომ იცოდეთ, ჩემო პატარებო, ჩემო უსაყვარლესო კოლეგებო, როგორი საოცარი გარემო აქვს იქ შექმნილი ირმა მასწავლებელს, ყველანაირად, ვიზუალურად და აი რაც სუფევს იქ სამშობლოსცოდნეობის ციცინათელები დაგხვდნენ იქ და რომ იცოდეთ, როგორ უციმციმებდათ მართლა გული სიყვარულით. აი ეს არის მადლობა უფალს, რომ ვარ ამ ყველაფრის თანამონაწილე. მადლობა იმას, რომ მაქვს საშუალება, უფალს მადლობა, რომ ჩემი წილი, მცირედი სიყვარული გაგიზიაროთ, გაჩუქოთ, გაგითბოთ გული და გითხრათ, რომ აი ამ სიყვარულის სავსე გულით ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, რომ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე იქნება ნათელი, იქ სადაც სიყვარულია, უფალია, უფალს კი აი რასაც მუდმივად გვეუბნება ლექსო მასწავლებელი. შეუცნობელია მისი ძალა, მისი მადლი, მაგრამ აი სადაც სიყვარულია, ყველაფერი შესაძლებელია, რომ იყოს ძალიან კარგად, სიყვარულით სავსე. ასე რომ შეგქონდეს იმის, მოგცეს უფალმა იმის ძალა, რომ ესე უშურველად ვაჩუქოთ ერთმანეთს ეს სიყვარული და დღევანდელი დღე პირველი ჩვენი გასაკვეთი ყოფილიყოს აი საწყისი იმ დიდი სიყვარულისა, რომელიც გულს აგვინთებს კიდე უფრო მეც გავხდის, აქ მაკლიან ჩემი მოსწავლეები და ცოტა ისევ რადაში ჩავედი, ვნახე, მოვწებნი, აბა ხომ არ არიან. არა უშავს, ჩემი ილია აქ არის, გეფერები ილიკო, ყველას მოგეფერებით შემოპატარებო და აბა გვიყვარდეს ერთმანეთი, ქართველები ვართ და ეს არის მთავარი. აი ეს სიყვარული გადაგვარჩეს. მიყვარხართ. ნამდვილად, აი მე ვფიქრობ, რომ უკვე გასაკვეთი აღარ არის დღევანდელი დღე. ნანა მასწავლებელმა ისე მოგვეფერა, რომ გაგვიკვეთა გულების სიყვარული და მე ვფიქრობ, თუ დაიწყო გასაკვეთი, უკვე გაკვეთილი გამოვიდა და ჩვენც უკვე შეგვიძლია დასასრულისკენ წავიდეთ, როგორც შეგვიყვარდი 9 საათს აღარ გადავაცილებთ ხოლმე. მე მინდა რომ ნანი მასწავლებელი გაგაცნოთ თბილისში ისნის უბანში ერთი ძალიან კარგი სკოლაა. ნანი მასწავლებელმა თვითონ გვიპოვა, მოგვაჩინა. მე მასთან ჩასული ვიყავი და ძალიან ლამაზი და საყვარელი ქართველი ბავშვები ყავდათ და ჩვენ ძალიან დავმეგობრდით და აბა ნანი მასწავლებელო თუ გვევტყვით ორ სიტყვას გაგვეცანით თუ აგბრძანდებით. მოგესალმებით, სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა ისევ. ეს სიყვარულიც საოცრება თქვენს მიერ ჩატარებული გაკვეთილია, ეხლაც კი ისეთ ახსოვთ ბავშვებს გულის ფანცქალით, რო გისმენდნენ და თითოეული სიტყვა ბოდიშით, ანუ კამერას ვერ თავაკ რაღაცა ახალი კომპიუტერი მაქვს და არა აქვს კამერა. რა ვიცი, აი ძალიან მოხარულები ვარ თქვენს მიერ ჩატარებული გაკვეთილით და აი გვინდა რომ ყოველ არ გვეყო ეს იყო ძალიან მცირედი და ისეთი გზნობა მაქვს რომ სულ მინდა ხშირად თვეში რამდენჯერმე შეხვედრები იყოს ასეთი, იმიტომ რომ ეს თითოეული სიტყვა თქვენს მიერ მოწვდილი, მდირად ღრმად ჩარჩა ბავშვებში.
რომ აი ფიქრობ რომ ეს კარგ ნაყოფს გამოიღებ შემდგომში, მაგრამ აი დანაკლისის გზნობაც მაქვს და არ მიყო. აი ძალიან ცოტა, აი მინდა რომ სულ მუდმივად გრძელდებოდეს. მშობლებსაც ძალიან მოეწროთ, აღფრთოვანებულები არიან ამ შეხვედრებით და ვფიქრობთ, რომ მომავალში ისევ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ეს ლინკიც მივაწოდი ახლა ბავშვებს, რა ვიცი, რაღაც ვერ ვხედავ აქ, არ მიჩანან ჩემი ბავშვები. ნუ რადგანაც ახალი არის, ეს ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა უკვე შემოგვირდებიან ჩემი მოსწავლეებიც და გაგრძელდება ეს ჩვენი შეხვედრის ჯაჭვი ამ გაკვეთილთა ცხრილით არ მიმდევრობა, აუცილებლად უწყვეტი იქნება ეს ჯაჭვი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, დიდებულ საქმეს აკეთებთ, რასაც ქვია ეს სამშობლოს მცოდნეობა. გაიხარეთ ნანი მადლობა მასწავლებელი. თქვენ ამისთვის, ასეთი უანგარო შრომისთვის, არ ვიცი, საოცრება ხართ, რომელიც აღმოგაჩინეთ და კიდევ გვინდა რომ დიდხანს გაგრძელდეს ეს ურთიერთობა ჩვენი და გაკვეთილები. დიდი მადლობა. გაიხარეთ. ძალიან ბევრ მონატრებულ სახეს ვხედავ აქ და ნამდვილად არ დავიწყებ სათითაოდ ჩამოთვლას, მაგრამ ეხა ჩემ ეკრანზე სამი ელენე ერთად არის. სამივე ერთმანეთზე ტკბილი ელენე. ელენე ვარდოსანიძე, ელენე ძაძამიძე და ელენე ძინძიბაძე. თითქოს ეს ელენები ლამაზად დაწყვილდნენ და მე მინდა რომ ყველას მოგეფეროთ და გითხრათ ბავშვებო, აი რითი დავამთავრო უყურეთ. ხო, განსაკუთრებული სიყვარულით არ შემიძლია რომ სალონს არ გამოვეხმაუროთ, მანისის სალონს სოფელ ბოსლებში, როგორც იცით, ვინც არ იცის, გული მინდა გაგითბოთ. სოფელ ბოსლებში, ეს არის დმანისის რაიონი, ერთი საოცარი გულის პედაგოგი მასწავლებელია, ლალი მასწავლებელი, რომელიც სახლი გადააქცია ლიტერატურულ სალონად, სამშობლოს მცოდნეობის სალონად. ყოველ გაკვეთილზე გასაკვეთზე მოკრეფავს ხოლმე ბავშვებს, ამ მერცხალა ბავშვებს, დმანისელებს და ასე გუნდა შემოყავს ხოლმე. ეს მართლა რაღაც საოცრებაა და მოდი ერთი ლალი მასწავლებელმაც დაგლოცოს და მე ნელ-ნელა დავამთავროთ. აბა გითხარით რა ხდება? სპეციალურად სიყვარული ყველას ნამდვილად აღფრთოვანებას ვერ მალავთ ლექსომასწავლებელო, იმდენი დადებითი ითქვა, რომ ახლა მე რა უნდა ვქვა ესეთი რომ აქ ის იყოს, მაგრამ მართლა ესეთი იმით დღეს მე ნაკლები ბავშვები მყავს, იმიტომ რომ დღეს ბავშვებს რაღაცა გასვლით ისინი აქვს და იმედია დღეს 6 ბავშვი მესწრება მარტო. ალბათ იმედია უფრო მეტი დამესწრება მომავალ გაკვეთილებზე და უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის. მართლა აღმოჩენა ხართ ლექსომასწავლებელო ჩვენ, არა მარტო ჩვენთვის, ჩვენი საქართველოსთვის, ჩვენი ერისთვის, თქვენნაირებზე დგას ჩვენი ქვეყანა და იმიტომ არასდროს არ გადავშენდებით. აი ეს თქვენში არის ის სიყვარული, ის სითბო და ეს გადმოგვედო ჩვენს ყველას, ეს რაღაცა საოცრება, აი ეს სხვადასხვა კუთხის ჩულები ვარ და ჩვენ ნებისმიერ მათგან ისე ვიყვარს ერთმანეთი, რომ შეიძლება დედმამიშვილები ისე არ მოვეფეროთ ერთმანეთს, როგორც მე ვეფერები ქალბატონ ნანა მასწავლებელს, ვეფერები ნინო მასწავლებელს და ყველა თითოეულ თქვენგანს. აი მინდა რომ ეს სიყვარული მთელმა საქართველომ გაიზიაროს. გადავაზიაროთ ეს საერთოდ ეს თქვენი მიერ გაკეთებული ფილმები და მთელმა საქართველომ უნდა ნახოს და ყველა ოჯახის ყველა წევრი უნდა ესწრებოდეს ამას. არა მარტო ბავშვებისთვის, ეს გასაკვეთი არის მშობლებისთვისაც, რომ იმიტომ იმდენი სიყვარული, იმდენი სითბო იღვრება ნებისმიერი თქვენგანის გულებიდან, რომ ეს ნამდვილად ისე არ უნდა დარჩეს და ამას უნდა მოვეფეროთ სულ ეს უნდა შევისის ხორცო მთელი ცხოვრების მანძილზე და უფრო ხშირი შეხვედრები უნდა იყოს. ამის ინიციატორები მარტო თქვენ კი არ უნდა იყოს, ყველა მშობელი უნდა იყოს, რომ ყველა მშობელი თავის შვილს უნდა აგზავნიდეს, რომ აი შვილო წადი და ერთი სიტყვას რომ გაიგოთ, ერთი აი ის საკმარისი იქნება, შენ საგრძლად გეყოფა მთელი ცხოვრების მანძილზე. უღრმესი მადლობა სულ ყველაფრისათვის, მადლობა უხდით ჩემ ბავშვებს, რომ ასე ყოველთვის მოდიან ხოლმე და ასეთნაირად და მადლობა თითოეულ თქვენგანს. უღრმესი მადლობა და არ ვიცი, არ ყოფნის ხომ ზოგჯერ დამებნება ხოლმე და მე უკვე ვამბობ, რომ მე ცხოვრების ორი ეს დაბადება მაქვს, ერთი როცა დავიბადე და მეორე ნახევარში გადავედი, გადავაბიჯე და იმხელა ის დავინახე თქვენ რომ მეორედ ცოცხლობ და მეორედ ვარსებობ და ეს მინდა რომ ყველასი იყოს ეს სიტყვა და სიყვარული. უღრმესი მადლობა სულ ყველას. გაიხარეთ ლალი მასწავლებელო. გეფერებით. მე მინდა რომ გითხრათ რომ ყველაზე ძვირფასი ჩვენთან ვინც ჩვენი
შენაძენი ყველაზე დიდი განძი რაც მიგვიღია სამშობლოს ცოდნეობას ისტორიულად ეს არის სოფელი გოგაშნიდან გვესწრებიან დღეს რუსუდან ხიზაძე არის ჩვენთან ერთად და აბა რა ხდება იქ ყველაზე შორ საქართველოში ჯავახეთში გითხარით ქალბატონო რუსუდან დაიწყო სწავლა იქ დიახ მოგესალმებით დიდი სიყვარული დიდი სიყვარული დავიწყეთ ცხოვრება ჩვეულებრივად ცხოვრობთ და თქვენი სიტყვებით აი თქვენთან შეხვედრით ჩვენ ვართ რა ვიცი მეორე ცხოვრებას სწავლობთ და ძალიან გახარებულები ვართ რომ ასეთ დიდ სიყვარულს და ქვეყნის სამშობლოს სიყვარულს ღმერთის სიყვარულს ასეთი დიდ ძალას ანიჭებთ თქვენს და რა ვიცი ჩვენც გვასწავლით გისმენთ და გვიხარია რომ კიდევ ერთხელ ვხვდებით ასეთი დიდი სითბოთი მართლაც სხვადასხვა კუთხის შვილები ვართ და აი მიხარია რომ ჩვენ ვართ ქართველები ერთმანეთს ვხედავთ ქართველები და აი ამითი ვამაყობთ და ძალიან გახარებული ვარ იაიხარეთ გენაცვალეთ სიკეთე მოგცეთ ვიამაყებით გეფერებით დიდი სიყვარულით მადლობთ და ყოველთვის გვახცოვხართ და გვიხარია თქვენთან შეხვედრა აი ასე რომ გნახულობთ და თქვენ სიტყვას ვიზიარებთ დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო მე როგორც ესე იგი ნინო მასწავლებელო ასეთი რამე მოხდა გომში უკვე რომ აი გვინდა რომ დავამთავროთ რა გავაკეთოთ და ეს კოცელი ბავშვები ხო ჩამოვიდნენ და თქვენ თუ გახსოვთ მარადისობა ბანაკში ყველაზე ბევრი ცრემლი დაიღვარა და ეს ცრემლი იყო ზუსტად 64-ის ცრემლები აი რომ გულში რომ აღარ ეტევა მეოთხე დონეზე რო ვართ და ხო და ეხლა იქ მეთქი რაღა უნდა მოხდეს მეთქი და ერთი საოცარი გოგო ყავს რომელიც ყველაზე ბევრი ცრემლით შეუერთდა სამშობლოს ცოდნეობის ლაშქარს ეს არის ჩვენი ძვირფასი მარიამი აბა სადამ ყავს ეხლა მარიამ კანთელაშვილი ხო და აბა მარიამ ბოლო სიტყვა შენზეა მოკლედ იქაც ბოლო სიტყვა მივეცი და გამოვიდა და არ დაიწყო ტირილი ვეღარ გიტყვას მასწავლებელო და მე ეს ცრემლები რომ დავინახეთ ყველა ავტირდით და ჩავეხუტეთ და ეგრე რომ თქვენი პირველი შეხვედრა როგორი ციმციმა ცრემლები კურცხალი ქონდა ლექსო მასწავლებელო ესეთი არ მინახავს რაღაცა იყო ისეთი საოცარი ხო და აბა გითხარი რა ხდება შენს გულში აბა გითხარი მარიამ ძვირფასო აი პირველი დიდი რობა გადავხადო გადახადო თქვენ უფლის მადლობელი ვარ რომ ეს ოჯახში მომავიდრა თქვენ ოჯახში და ყველაფერი ნება და ალბათ ყველმა შეინება რომ მე თან ერთად ყოფილიყი და უბრალოდ ყარხართ მადლობას გიხდით გენაცვალე აი ეს გეხუტებით დაგლოცოს ნინო ჯანიაშვილმა მასწავლებელმა და დღეს დავემშვიდობოთ ერთმანეთს და შენდობას ვითხოვთ 11 წუთი გადაგვიცდა მაგრამ ეს უნატრებული საუბრებია ბოლოს ყველას მოგეფერებით ლექსო მასწავლებელო ყველას აი ვისაც გიცნობთ და მე ახლა აქ ბევრი ახალი სახეც ნახე და ყველას აი ერთი სული მაქვს როდის შევხვდებით ერთმანეთს და როდის მართლა ჩავეხუტებით აი შეხვედრა ხოლმე სულ სხვა არის აი ჩვენ რო ერთად შევხვდებით და მოვიხდით ხოლმე თავს არ ვიცი ის სიყვარული ის სითბო გამყვება ხოლმე თვეები უკვე და ასე რომ დიდი ხანია აღარ ჩვენ ვერ დავესწარით იმ შეხვედრას ამ ზაფხულს არა ცოტა გაზაფხულზე რომ იყო ხო და ანუ ბაკურიანის ბანაკის შემდეგ ჩვენ აღარ შევხვედრივართ ერთმანეთს და იმედია რომ ისევ შევხვდებით ალბათ იქნება წელსაც ხო ბაკურიანი კი აუცილებლად ხო და ასე რომ ყველას გეფერებით შორიდან და დავიწყებთ მეცადინეობას და
გავაგრძელებთ თქვენთან ურთიერთობას. მე ვიცი, რომ წელს ახალი ბავშვებიც შემომიერთდებიან და ცოტა უფრო მრავალრიცხოვანი გახდება, კიდევ შემოემატებიან და უფრო ბევრი ვიქნებით ჩვენ შაშიანიდან იმედი მაქვს. მიხარია რომ დავინახე ახლა ჩემი ბავშვები საკმაოდ არიან და კიდევ ვიცი რომ კიდევ ბევრი შემოგვიერთდებიან და ასე რომ მადლობა ღმერთს რომ მე თქვენს დიდ ოჯახში მოვხვდი და არ ვიცი დარწმუნებული ვარ ჩემი თვითვეული მოსწავლეც ამას იტყვის და მიხარია ძალიან მიყვარხართ და გეფერებით. ჩვენს მიყვარს სასიანი. სულ ბოლოს ვიძახი, მაგრამ ხათუნა მასწავლებელს ისეთი ლამაზი ბაია უჭირავს, რომ მოდი აი ამა თქვენს გითხარით და დავამთავროთ. მაჩართეთ ხათუნა მასწავლებელო თქვენი ხმა არ ისმის. ხათუნა მასწავლებელო ხმა ჩასართავი გაქვთ და სანამ ხმას ჩართავთ მე ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ. პირველი შემთხვევა იყო სამშობლოს ცოდნეობის გაკვეთილების ისტორიაში რომ თქვენზე იყო დამოკიდებული ხმის ჩართვა გამორთვა და აი თითქმის შეუფერხებლად პატარა ხარვეზის გარეშე ჩაიარა შეიძლება ეკატერინე ხელს იწევს მცხეთიდან ერთი ვათქმეინოთ ერთი ლამაზ გოგოს ყველაზე ლამაზი გოგო მცხეთაში პირველ რიგში მადლობა გიმასწავლებას ესეთი კომპლიმენტისთვის და კიდევ ვიცი რომ ეს დამოკიდებული არ არის იმაზე რასაც ეხლა ვლაპარაკობთ და აი თუ დააკვირდებით გაერთ თქვენთან ახლოს თუ ლამპიონებია თუ კარგად დააკვირდებით მინდა და ძალიან დიდი ხანი მეთქვა ეს ჯვრის ფორმა აქვს თუ კარგად დააკვირდებით ჯვრის ფორმა ეს უშუალოდ მცხეთაში ეკატერინე თუ კარგად დააკვირდებით ჯვრის ფორმა აქვს ლამპიონებს და ძალიან გამიხარდა ეს ამბავი, იმიტომ რომ თან იცი რომ ღმერთი ყველგან არის და ყოველთვის შენ გვერდით იქნება ლამპიონებშიც კი. გაიხარი ჩემი კარგო. საყვარელი. ულამაზესია ეკატერინე რა. მაგის გავს ის ლამაზი შვილი ყო არ მინახავს. კარგი, ჩემო ძვირფასებო. ხათუნა მასწავლებელი ვერთავს ხმას ეთყობა და მოდი დავემშვიდობოთ 16 წუთი გადამისცა და თამარ მასწავლებელი ცემს. მადლობა მინდა მოგახსენოთ ძალიან სასიამოვნო და საინტერესო. წესია მადლობა. ყველას მოდის გიფტი ძვირფასები მართლა ვერ ჩავთ ეხლა